კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ და კომკომის წევრმა ივანე მახარაძემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მედიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გამოწვევების და მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა. კომკომის თავმჯდომარემ მაუწყებლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და განსახილველი საკითხების შესახებ კომისიის ხედვა გააცნო. მისივე თქმით, კომისიის ინტერესს წარმოადგენს მაუწყებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი საჭიროებების და გამოწვევების დეტალურად გაცნობა და გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება, რათა კანონი ეფექტიანად აღსრულდეს და მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იქნეს დაცული. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შესული ცვლილებები. საუბარი შეეხო პროდუქტის განთავსების და სარეკლამო კომუნიკაციის წესებს, მაუწყებლობის დაფინანსების საკითხებს, სარეკლამო შემოსავლებსა და სხვა აქტუალურ თემებს. მნიშვნელოვანი და ვფიქრობ საჭირო შეხვედრა ქონდა აუწყებლებთან. მოვისმინეთ მათი მხრიდან რა გამოწვევებს აწდებიან, რა პრობლემები აწუხებთ, რა შესაძლო თანამშრომლობის ფორმატები შეიძლება არსებობდეს კომისიასა და აუწყებლებს შორის. ჩვენი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, გზავნილები იყო მკაფიო. ერთის მხრივ მაყურებლის კანონიერი უფლებები იყოს გარანტირებულად დაცული, სანქციების არის მექანიზმი, თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ არის რომელიმე მაუწყებლის მიმართ სანქციების გამოყენება. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კომუნიკაცია იყო. ეს ყველა მონაწილემ აღნიშნა, საჭირო და დროული. რაც თავარია საზოგადოებრივი მაუწყებლების პერსპექტივით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სპეციფიური საკითხი, რადგან ქვეყანაში არის ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც აქვს საკმაოდ მდგრადი საკანონმდებლო ჩარჩო, ამიტომ ჩვენ ვართ ის მედიის ის ნაწილი, რომელიც ამ ჩარჩოს ძალიან მკაცრად იცავს, ამიტომ ბევრი საკითხია, რომელიც კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მარაგებულ კომისიასთან გვაქვს, მაგრამ პირადი შეხვედრა მით უფრო როდესაც ახალი თავმჯდომარეა ძალიან საინტერესო იყო.